მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციული გაშლა. ანუ კვირის პროგნოზე, ხო? ნახოთ, ახლა პირველად ვინც ხართ აქ, ჩვენ ვაკეთებთ, აქ ვარიანტები არ არის, აქ არის სფეროები, ეს არის კარიერა სამსახური, ბიზნესი, ვის რა გაქვს, ფინანსები, ურთიერთობა და ეხლა ჩვენ ვნახოთ ვისთვის იქნება ეს გაშლა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვაკეთებთ ეხლა რა ენერგიებში ხართ, მე ვნახოთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთი კვირის განმავლობაში ეს ბოლო კვირა არის ეხლა იანვრის პრინციპში, ხო? აბა ვნახოთ ეხლა ვისთვის იქნება ეს გაშლა, ვინ მოვიდეთ ჩემთან დღეს. Так, შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა ენერგიები იმოქმედებს ამ კვირაში ვნახოთ ეხლა ჩვენ ყველა ვარიანტი რა იმოქმედებს. Так, შემდეგი Так, და სანამ შლი გეტყვით ეხლა ძალიან ბევრი მწერს ვაკეთებ თუ არა კონსულტაციებს პირადს რა, ესეთი კითხვებით შემოდენ ვაკეთებ ჩემო ლამაზებო, ყველა ჩემი კონტაქტი არის ვიდეოს ქვეშ და ვისაც არა გაქვთ გამოწერილი ჩემი გვერდზე ძალიან სასიამოვნო იქნება თუ გამოიწერს და რა თქმა უნდა ჩვენი მიმოწვე ენერგიასაც უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ლაიკები და კომენტარები. მაგით თქვენ მე მეუბნებით მადლობას იმისთვის რომ მე აქ თქვენთვის მუშაობ ჩემო ლამაზებო так всё გავასუფთავეთ. всё. ესე იგი ეს არის ბიზნესი, ხო? კარიერა. რა? იცით როგორ მინდა გავაკეთო? კაი, რა მიდის? იყოს ერთი, რა მოდის? ასე. რაღაცნაირად წამოვიდა ეგრე, ნუ იყოს ეგრე. კაი, ფინანსებში შევხედოთ, მაშინ ჩვენ იგივეს გავაკეთებ ჩვენ ფინანსებში. Так, რა მიდის? რა მოდის თქვენთან? და ურთიერთობაზე, სხვა შორის ძალიან მაგარი გაშლა გამომივიდა, მე ვფიქრობ, აი იმ მეორე არხზე, სადაც მოკლე გაშლები გვაქვს. ну, შედარებით მოკლე, ხო? ძალიან მაგარი გაშლა იყო იქ ურთიერთობაზე, ვინ არის თქვენი ბედნიერების მამაკაცი რა, ვინ მოგიტანს ბედნიერებას. აი ნახეთ, ძალიან მაგარი გამოვიდა. ისაც არ გინახიათ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის იმ არხისაც. და სხვა შორის კიდე და მავიწყდება, ანუ ცოტა ხანი გეტყვით, რომ ეხლა რუსულად დავიწყე ისე ვისი გარსების ჩაწერად, ამიტომ თუ ვინმეს გინდა და იცით რუსული, სიამოვნებით მომბრძანდეთ ჩემთან ეგ იმ არხზე ლინკი არის ვიდეოს ქვეშ. Так, всё, ურთიერთობა რას უნდა რა მიდის, რა სასიამოვნო მოდის. იმიტომ რომ ბევრმა მთხოვეს ძალიან რომ რუსულად ჩაგვიწერეთ და ჩავწერთ. წერ. Так, всё, ნახოთ ახლა ენერგია. ოხო, რა კაი ენერგია, ვაიმე რა კარგი ენერგია, რა კარგი, როგორ მომწონს. ვაიმე როგორ მომწონს, რომ ჩვენთან არხზე ასეთი ადამიანები არიან, ვგიჯდები ესეთ ადამიანებზე, რომელიც იციან რა უნდა და არა მხოლოდ იციან, აკეთებენ კიდევაც. აქ არის ადამიანი, ნახეთ ტარო როგორ გხედავს თქვენ. ეხლა შეხედეთ. ამ წუთში არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ ეხლა დაუშვათ თუ გახსენით ეს ვიდეო და რეზონირდება, შეხედეთ. აქ კი შეიძლება მართლა ძალიან ისე ხართ მაგრად ფეხზე გახართ ფინანსურად, რომ აი რა გითხრათ, აი ძალიან მაგრად სერიოზულად შეიძლება უბრალოდ გაინტერესებს როგორც პროგნოზი, თქვა, ნუ აი კიდე კარგი რა შეიძლება იყოს. არ გამოვრიცხავ, ეს არის ძალიან მაგარი თემა. მეორე, აქ არის სიტუაცია ადამიანის, რომელიც თვითონ არის ისეთ ენერგიაში, მეცხრე ენერგია პენტაკლების, როცა მე კარგად ვგრძნობ თავს. ეს შეიძლება, აი თქვა, ჯანმრთელობასაც ეხება, ეს ფინანსებსაც ეხება, საერთოდ კარგად ვგრძნობ, აი გრძნობ კარგად თავს, მე კარგად ვარ.
და მე მივესწრაფები იმისკენ, რომ სადაც აი უფრო კარგად ვიქნები, უფრო კარგი მინდა. ყოველ შემთხვევაში აქ არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ბევრი რაღაცა გააკეთა იმისათვის, რომ ამ მდგომარეობაში შესულიყო. აქ ძალიან ბევრი დანაკლისებიც ჰქონდათ, აქ ბევრ რაღაცაზეც თქვენ ბრძოლობდით თქვენ ცხოვრებაში, ბევრ რაღაცას აკეთეთ, მაგრამ თქვენ აქ არ ნებდებოდით. აი ეს არის მთავარი, გაიგეთ? და მდგომარეობა თქვენი, მე აი მდგომარეობა, თან როგორ იცით, შეიძლება აი თასები რო იყოს, ხო, დაუშვოთ ახლა ცხრიანი სიტყვაზე თუნდაც ხო ვეტყოდე, რომ აი ადამიანი შინაგანად არის უკვე განწყობილი, მაგრამ აქ არა მხოლოდ შინაგანი, აქ თქვენ უკვე ეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა გადმოიტანეთ მატერიაზეც რა. ანუ მე უკვე აქაც всё, ანუ არის ზოგჯერ ახლა ეს სურვილებს რო ჩვენ ვფიქრობთ, ხო? ანუ მე მინდა რომ ვიყო ასე, ან მე ვარ ასე, ანუ უბრალოდ წარმოვიდგენ, მაგრამ აი აქ უკვე თქვენ შეხვედით იმ პოზიციაში, სადაც მე ვარ. მიხვდით? ნუ ეს ვინ შენთან ტრენინგზე იყო სურვილების ასრულებაზე, კი მიხვდება რაზეც ვამბობ. მე ვარ, აი ესე ხარ თქვენ და უკვე მიისწრაფებით თქვენ იქით, აი თქვენ უნდა გრძნობდეთ რას, რომ ეს თქვენ აქ უკვე არა ხართ, იცით რომ რა არის ზოგჯერ ეს ენერგია, სანამ აქამდე მიხვალ, აი რაღაცას ვაკეთებ, თუ ფული არ მაქვს ნერვიულობ, თუ დაუშვათ კლიენტები არ შემოდის ნერვიულობ, თუ რაღაცა არა. აი აქ ადამიანმა ეს ეტაპები გამოიარა უკვე და იცის რომ კი ბატონო შეიძლება ეხლა არის ესეთი პერიოდი, მაგრამ მე ამას ვიღებ მშვიდად და მე მაინც ვიცი რომ ის რაც მე ჩავიფიქრე აუცილებლად ასრულდება და ეს არის არა მხოლოდ ანუ შეხვედით უკვე ისეთ მდგომარეობაში, სადაც ეხლა თქვენ უკვე არა მარტო წარმოიდგენთ, თქვენ უკვე ხართ. აი გაიგეთ, მე მგონი, ნუ მიხვდებით ახლა ვისაც იცი რა ქვია. Так, აჰა, აი ნახეთ. 1000%-იანი, აი ჩვენი ნახეთ. ეს სტატუეტ გატყვილა არა მაქვს აქ დადებული. ეს ნაკადს ნიშნავს. ანუ შეხედეთ ყველა ვარიანტში თქვენ შედიხართ ნაკადში, იცვლება თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ნახეთ რა პერიოდში შედიხართ, აი ნუ ასეთ პოზიციაზე ღმერთო ჩემო, აი რა ვიცი რა გითხრათ. აქ თქვენ შედიხართ უკვე იმ ნაკადში, სადაც უკვე თქვენ გექნებათ ეს ჰარმონია, სადაც გექნებათ თქვენ სიუხვე, სადაც გექნებათ ეს აი თავისით მოდის ყველაფერი. რომ გინდა ზღაპრად მიიღეთ და როგორც გინდა ისე მიიღეთ. იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობაში სანამ ადამიანი შევიდოდა, ხო, აქ არის, ნუ რა ვიცი, ბევრი სამუშაო ჩათარებული ძალიან. ტყილა უბრალოდ, ნუ თუ დაუშვათ თქვენ მილიონერის ცოლი ხართ, ან მილიონერის შვილი ხართ, ოკეი, მაშინ კიდევ უფრო კარგად იქნებით, ხო? თუ დაუშვათ, აი თქვენ თვითონ მიაღწიეთ და ცხრიანი პენტაკლების უფრო ხშირად გვაჩვენებთ იმას, რომ ადამიანი თვითონ მიდიოდა იმ დონემდე, რომ ყოფილიყო, რომ ეგრძნო თავისი თავი, იმპერატრიცა ეს არის სიუხვე, იმპერატრიცა ეს არის სიმშვიდე, იმპერატრიცა ეს არის მასშტაბი, იმპერატრიცა ეს არის, ანუ ყველანაირ ესეთი თვისებები აქ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად თუ არის მაგ ენერგიაში მიიყვანს სიუხვესთან, ხო? ანუ სამყარო ხედავს, რომ შენ ყველაფერი გაქვს უკვე და ამიტომ აი აქ უკვე ეს ნაკადი წამოვა შენსკენ და ეს არ არის ერთჯერადი რაღაცა, არავითარ შემთხვევაში, აქ რაღაცა აი ეს ენერგია აქეთ გადმოდის, გაიგეთ და ნამდვილად უკვე შედიხართ ნაკადში, რომელიც გექნებათ უკვე აი ნუ კაი ხანი, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. სანამდე თქვენ იქნებით ამ მდგომარეობაში, მე მიჯერა, მე ვიცი და აქ იმიტომ რომ ადამიანს აქ გაერთიანებული სულიერი და მატერიალური, გაიგეთ? იმიტომ რომ აი აქ ადამიანი რო შედის, ხო, ხო გითხარით რომ ცხრიანი რო იყოს აქ თასების, ვეთყოდე აი სულიერად თქვენ გრძნობთ, რომ უკვე მიდიხართ იმისკენ, რომ თქვენ უნდა იყოთ და მდიდარი და სიუხვით სავსე და ასე შემდეგ, მაგრამ აქ უკვე თქვენ ეს всё მიიღეთ, მე ვარ. ამიტომ უკვე თქვენ შედიხართ ნაკადში რო შედიხარ, უკვე ეს ხანძლივი იქნება, ანუ ყველა ანგელოზები თქვენი დგას თქვენს გვერდზე. ანუ ნუ ძალიან მაგარი და აი ეს არკანის იმას ამბობს, როცა ადამიანში გაერთიანდა ეს სულიერი და მატერიალური. ნუ ძალიან მაგარი პოზიცია, რა ვიცი, რაღაც სასწაული, ძალიან მაგრად თქვენ ახლა აქ იანვარს აცილებთ რო იტყვიან რა. და რა მიდის ესას კარიერაში. აი ეს მდგომარეობა, როცა თქვენ იჯეკით, შეიძლება აქ ნახეთ, რატო ვთქვია ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ შეხედეთ
სანამ აი აქ მიხვალ, კი, აქაც შეიძლება იჯდე რა. იმიტომ რომ თქვა, დაუშვათ აი იმიტომ გითხარით რომ თქვენ მიისწრაფებით ყველა ვარიანტში მიისწრაფებით თქვენ დიდი სიუხვისკენ, ხო? მიისწრაფებით გინდათ ეს ყველაფერი, ხო? ნუ გამოჯამთელობაზეც კი ეგ არის რა. ნუ აი ძალიან პატარა ვინმესთვის იქნება რომ კიდევაც გეუბნები შეიძლება აქ დაუშვათ რაღაცა შენაძენი გაქვს, ან შვილის სახეთ, ან საერთოდ რაღაცა შენაძენი გაქვს, დაუშვათ აი ან ფიქრობ დიდ შენაძენებზე. ნუ მოდით ასე ვთქვათ, თუ დაუშვათ თქვენ ცხოვრებაში, ნუ თქვენთან ახლა ამ პერიოდში იყო სიტუაცია, როცა არ მოდიოდა, თქვათ, ნუ არ ქონდათ სამსახური. ახლა შეიძლება თქვათ, რომ აბა რანაირად ვარ მე აქ ასეთი სიუხვეც ავსე, თუ არ მქონდა სამსახური. არის ეგეთი მომენტები, ეს არის მდგომარეობა თქვენი, მიხვდეთ? ეს არის თქვენი ენერგია, თქვენ მასე ხედავს ტარო. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იყო რაღაცა პერიოდი, როცა თუ დაუშვათ, ნუ არა, დაუშვათ არ არის ეგ. სამსახურზე ვლაპარაკობ ჩვენ. ხო, თუ დაუშვათ თქვენ იჯეკეთ ისე და ფიქრობდით, რომ რა ვიცი, არც კლიენტები, არც ნაკადი, არც არაფერი, მაგრამ ცხრიანი, ნახეთ რა ხდება. აქ ზის ადამიანი, აქ ადამიანი არ დახტეს გიჟივით და არ ნერვიულობს, თავს არ ურახუნებს კედელს. გაიგეთ, ეს ადამიანი უბრალოდ ფიქრობს რაღაცებს, აკეთებს, ხო? გონებრივად თუნდაც ფიქრობს, რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე იმისათვის, რომ ჩემი სიტუაცია გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ ცხრიანში უკვე როცა ზიხარ, აქ უკვე შენ ნამდვილად იმას უფიქრდები, რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე, რამე კიდე, იმიტომ რომ აქ ადამიანი ზრდის თვითონ თავის თავს. მიხვდეთ და იყენებს იმ შესაძლებლობებს, რასაც მას სამყარო აძლევს. იყენებს მაქსიმალურად რა. ამიტომ ეს მიდის თქვენი ცხოვრებიდან, იმიტომ რომ უკვე შედეგს ვხედავთ ჩვენ აი აქ. ახლა აქ ვნახავ რა შედეგი იქნება. ნუ აი ეს შეხედეთ პროსტო რა ხდება. თქვენთან, ესე იგი ყველანაირად თქვენი ტრანსფორმაციები დამთავრდება, ვინც TikTok-ზე მიყურებთ, ახლა ჩავწერე ვიდეო დავდებ. აი ძალიან მაგარი იყო, აი ეგეც თითქოს ერთი და იგივე პოზიციებს მაჩვენებენ რა. ამიტომ გამოგადგება თქვენს თუ აქაც რეზონირდა. ესე იგი შეხედეთ, ყველა ვარიანტში უკვე აი აქ ნახეთ თქვენ თვითონ სამყაროს უცხადებდით იმას, რომ ყველაფრის მიუხედავად მე ვარ შევსებული ადამიანი, მე ვარ სრულყოფილი ადამიანი, მე მივისწრაფები სიუხვესკენ. აქ არდან თქვენ უცხადებდით ამას სამყაროს, ორი მაღალი არკანი. ანუ უცხადებდით. და ამიტომ ნახეთ ეხლა რა შემოდის ესე იგი, ხო? თქვენ აი ეს სტაგნაცია, რომელიც იყო, აქ იყო რაღაცა, უბრალოდ თქვენ მანიფესტაციას აკეთებდით, მე არ ვნებდები, მე მაინც ვაკეთებ. მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემია. всё? აი ეს ნახეთ, ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად, მიდის ეს თქვენი ცხოვრებიდან ეს უფულობაც თუ იყო დაუშვათ, ნუ სამსახური, ნუ პენტაკლები, იმიტომ ვამბობ. შეიძლება თქვათ, კარები არ გეღებოდა არანაირი თქვათ, ხო, რასაც არ უნდა გეფიქრა, რასაც არ უნდა გაგეკეთებია, ანუ სრული სტაგნაცია არის რა. მარტო შეიძლება თქვათ, ნუ რაღაცას ნუ მინარჩუნებდით, რა ვიცი, თქვენ სიტუაციაში სამსახურებრივში. ეხლა შეხედეთ, გამოდიხართ აქედან, მაგრამ ნახეთ, აქაც მაინც მშვიდი არის ახ. იმის მიუხედავად, რომ აქ ამხელა ცვლილებები შემოდის, ნუ ეს რაღაც სასწაული ცვლილებები, რომელიც თქვენ გამოგიყვანებენ, აი ამ სტაგნაციაზე. ყველა ვარიანტში გამოგიყვანს, გამოდიხართ თქვენ, იცვლება. ნახეთ, თუ სამსახურში დაუშვათ იყავით ისეთში, რომელიც თქვენ არ მოგწონდით და თქვენ გინდათ უფრო მეტი. აი აქ თქვენ დაგეხმარებენ მაღალი ძალები იმაში, რომ თქვენ აქედან წახვალთ. ნახეთ რა ხდება. შეიძლება თქვენ ვაფშე დაკარგავთ სამსახურს სრულიად მოულოდნელად და ეს იქნება თქვენთვის სასარგებლოდ, რატო? იმიტომ რომ თქვენ აქ დაუშვათ შენ ახლა სიტყვაზე გაქვს ახლა 1000 ლარი, 1000 ევრო, ნუ არ ვიცი, უბრალოდ ზოგადად ვამბობ 100 ლარი იყოს, როგორც გინდათ, ხო? ყველასთვის თავისი ეკვივალენტი, ზოგისთვის მილიონი ცოტაა, ხო? ამიტომ გქონდათ რაღაცა თქვა თანხა, ნუ ავიღეთ ახლა ჩვენ 1000 ლარზე სიტყვაზე, ან 500 ლარი, არა აქვს მნიშვნელობა და შენ ითხოვ უფრო მეც, ორმა გიმინდა, ხო, რომ მქონდეს, მაგრამ მე კი და მე ყველაფერს მაქსიმალურად, ანუ ჯერ ვუცხადებ მე სამყაროს, რომ მე
ნამდვილად აი მზად ვარ, ხო? მე ვაკეთებ რაღაცას, შეიძლება აქ აქტიურობა არა, იმაინდამაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მდგომარეობა ისეთია, რომ კი. და აი ზუსტად შეიძლება მოხდეს აქ სიტუაცია, რომ თქვენ დაკარგავთ სამსახურს. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ შეიძლება შენ გააქვს რაღაცა შეძენილი ცოდნა სიტყვაზე, რაღაცა შენ სწავლობდი, ხო? მაგრამ არ იყენებდი. აი ეხლა სამყარო ისე გაიძულებს შენ, რომ მოკიდო ხელი იმ შენ რაღაცა ნასწავლე რამეებს, რომ შენ ეს გამოიყენო, იმიტომ რომ თუ გინდა ასეთი ცხოვრება, ნუ გამოიყენე ის შენი ცოდნა უკვე, ხო? ენდე სამყაროს, ენდე შენი ანგელოზები გაგიყვანებენ შენს სწორ გზაზე, იქ სადაც არის შენი სიუხვე. გაიგეთ? და ამიტომ აი აქ მიდის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია თქვენი. ანუ ყველაფერი, აი თუ რამე დაინგრა, იცოდეთ რომ ამ დანგრეულზე აშენდება უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა. აუცილებლად კი აქ ეხება ნახეთ ახლა პრინციპში პენტაკლებს. აქ ყველა ვარიანტში თქვენთან თუ მუშაობთ კლიენტებთან, ახალი ნაკადი, ახალი კლიენტები, სულ სხვანაირი, ისინი ვინც თვითონ აფასებენ შრომას, იციან რომ შენ დაუშვოთ ახლა თუ რაღაცას ღირდა დაუშვოთ შენი ელემენტარული სახლებს არ აკალაგებ და ღირდა თქვათ ახლა 100 ლარი ახლა იქნება თქვათ, ნუ გინდა რომ 200 იყოს, ადამიანს ეუბნები და გეუბნება კი, რაზე ელაპარაკე, მე ვაფასებ შენ შრომას. ანუ შეიძლება თქვენ აქ სამსახურში კიდე გქონდეთ რა? დაფასება თქვენი ყველა ვარიანტში დაგაფასებენ. შეიძლება ზოგისთვის სამსახურში გექნება დაწინაურება, შეიძლება თქვენ მიიღებთ აქ ზოგი, ნუ ბევრი ხართ, ამიტომ შეიძლება. რომ აქ არის მომენტი, როცა თქვენ შემოგთავაზებენ ძალიან მაგარ სამსახურს, ძალიან კარგ სამსახურს, რომელიც სადაც აი ზუსტად იმას, რაზეც აქ ითხოვთ, მიიღებთ ნამდვილად. აი ეს დაემახსოვრეთ, კი. ზოგი ნამდვილად, აი რაცაც თქვენი ცოდნა კიდე, ნახეთ, რაც გააქვთ თქვენ ცოდნა, თქვენი. აი ნახეთ, ეს არის იცვლება მაღალი ძალები გიღებენ კარებს. ყველა ვარიანტში აქ მიდის უზომოდ დიდი ცვლილება, რაზეც შენ გეშინოდეთ, რაზეც შენ ფიქრობდი, რომ არ გამოვა, არ იქნება, ნუ რასაც არ ვაკეთებ, რა ვიცი, არაფერი არ ხდება, რა არის, კი ვარ ახლა, მაგრამ თავარია თქვენ ამას აცხადებთ, მიხვდით? ეს არის შინაგანი თქვენი და უკვე თქვენ ნამდვილად დადეკეთ იმ თემაზე, რომ არა მარტო ვოცნებობ, მე უკვე აგერ ვარ. და აი ეს ყველაფერი მიდის თქვენ რჩებით გამარჯვებული, ძალიან კმაყოფილი და ანუ ყველაფერი, რაზე თქვენ გქონდეთ ჩაფიქრებული, აი всё, შესრულება. გადაწყდება. გამოგიყვანებენ ამ ლაბირინთიდან. აი ძალიან მაგარი სიტუაცია გაქვს. ამიტომ თუ დაკარგეთ სამსახური, არ შეგეშინდეთ, არავითარ შემთხვევაში. არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მაგის მაგივრად მოგივათ უფრო მაგარი რაღაცა. ის რაც თქვენ მოგიტანთ, აი ამ ყველაფერს თუ დაუშვოთ თქვენი გაშლა, რა თქმა უნდა, თქვენ ახლა უკვე ხვდებით, რაზეც ლაპარაკობ მე. არ შეგეშინდეთ არაფრის. იმიტომ რომ აქ ადამიანი გამოყავს ძალიან რთული პერიოდი, თქვენ ეს შეძელი, თქვენ ნებისყოფა გეყოთ, გაიგეთ? იმიტომ რომ აქ იმპერატრიცა, ანუ ნერვებიც არ მოგეშალა, გაიგეთ? ანუ რაც არ უნდა ყოფილიყო, ხო? აი ეს დაუშვოთ ახლა არ შემოდიოდა, თქვათ, ის რაც თქვენ გინდოდათ რომ შემოსულიყო, ხო? აი მაგრამ თქვენ იმდენად აი მშვიდად და წყნარად ყველანაირად ეს გადაიტანეთ, რომ უკვე всё, აქ დანებდნენ ასე ვთქვათ მაღალი ძალები. შემდეგი ფინანსები, რა მიდის ზუსტად და ეს შეიძლება აი ნუ ოცნებები, ნახეთ, საერთოდ რა არის, იცით, ოცნება, ჩვენ რო დავუშვთ რამეს, ჩავიფიქრებ, დავწერთ, რასაც ვიზავთ, ხო? ეს უნდა გაუშვა და უკვე ის რაზეც თქვენ ოცნებობდეთ, ანუ ეს რატომ მიდის? იმიტომ რომ ასრულება არის ეს უკვე, всё. იმიტომ რომ უკვე მარტო ვიჯდე და ვიოცნებო, დამთავრდა ეს პერიოდი, მიხვდით? დამთავრდა ოცნება, კი. რაც გინდოდათ ყველაზე ძალიან, აი თქვენი ფული, ნახეთ, თქვენ ხო ოცნებობდით, всё, დამთავრდა ეს. დამთავრდა. იმიტომ რომ მარტო ოცნება, უკვე ოცნებად, ნუ დამუშავდე აქ თქვენი ოცნება, და შემოიცა. დამუშავდა თქვენი ოცნება აქ, ანგელოზებმა დაიჭირეს უკვე თქვენი ეს ჩაფიქრებული და всё, მიდის უკვე ნაკადში, მიიღეს. ანუ ეს როგორც ეს ზემოდან ეს ცისკანცელარია, უკვე ბეჭედი დაარტყა, თქვენი რიგი მოვიდა, მოდი ასე ვთქვათ რა.
რომ შენ რაღაცებზე ფიქრობდი, რაღაცებზე ოცნებობდი, არ სრულდებოდა, მაგრამ ელოდებოდი მშვიდად წყნარად, რაღაცას კიდევაც აკეთებდი, ეხლა უკვე მოვიდეს შენი რიგი, მოაწერეს ხელი, ვაიმე სად არის ეს ათიანი პენტაკლების, აი ავიღე, როგორ მიყვარს ამ დასტაში და კიდე მეორე დასტა ეხლა მაქვს, იმაშიც მიყვარს ძალიან ეს რა ქვია, ნახეთ ეს ხო აქ იყო. შეხედეთ, აი აქ უკვე თქვენი რიგი მოვიდა. მიხვდით? თქვენი რიგი მოვიდა. всё, აქ უკვე ეს ოცნება, რომ შენ დიდ ფულზე ოცნებობდი, დასრულდა. რატომ? იმიტომ რომ უნდა შემოვიდეს, ესე იგი კი. აი, ხო გითხარით. ხო გითხარით, მე გეუბნებით, მე კარტი მიდასტურებს უბრალოდ რა. იმიტომ რომ უნდა ასრულდეს. იმიტომ რომ უნდა ასრულდეს თქვენი ოცნება. მიხვდით? რაზეც მე ვოცნებობდი, რაზეც მე ვფიქრობდი ბევრ დიდ ფულზე, სიტყვაზე, ის უკვე დასრულდა, იმიტომ რომ უკვე ათიანი, ხო? ახალი, მოდის, всё, უკვე შესრულება, ნახეთ, 2 ტუზი, ათიანი არის თასების და არის აქ თასების მეფე. მე კმაყოფილი ვიქნები იმ ნაკადით. ანუ, всё, სურვილი სასრულება 1000%-იანი. დააკვირდ, ძალიან აქვს თხოვთ, მერე დაწერეთ რა, თუ რაღაცა. ნუ ეხა ეს ძალიან დღეს რაღაც სპეციფიკური გაშლა არის რა, მაგრამ ყველა ვარიანტში გეუბნებით, რომ სურვილი სასრულება, ფულის ნაკადი შემოდის, всё. უკვე თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი იმით, რაც თქვენთან შემოვა. ანუ აქ ძალიან დიდი სამუშაო აქვს ადამიანს ჩატარებული. აქ არ არის ვიღაცას, ნუ თუ არაფერს არ აკეთებდი და რა ვიცი მე ახლა დაწერეთ, არაფერს არ ვაკეთებდი, მაგრამ ფული შემომივიდა. ძალიან მაგარი იქნება თქვენი ტექნიკა გვასწავლეთ. და ურთიერთობაზე რა მიდის? აჰა, მიდის ნახეთ თქვენი რაღაცა ცივი თემა არის აქ რა, რაღაცა თქვენი გადაწყვეტილება, თქვენ რაღაცა გაქვთ მიღებული. так, მოიცადეთ რა მოდის აქ, რა საინტერესოა, რა მოდის, ცვლილებები მოდის სტაგნაციიდან გავირა. აი, просто შეხედეთ როგორ მუშაობს ტარო. აი, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ აქ კიდე, აი, როგორც რეზუმე რა, რომ ისე როგორ თქვა. ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობდა თავის თავზე, ადამიანმა, რომელმაც მიაღწია ბევრ რაღაცას, თუნდაც გონებაში, თუ გაქნუშება მატერიაზეც კი ყველა ვარიანტში. გქონდა თქვენ აი აქ, ან თქვენ შრომობდეთ ბევრს, მაგრამ შრომას დროსაც შენ ბევრს შრომობ, არაფერი არ მოგივა, რა თქმა უნდა, აქ შრომა არის სხვანაირი თემაა რა. აკეთებდი რაღაცებს და ნახეთ, აი როგორ მოვიდა ეს პერიოდი თქვენი დასრულდა, სადაც თქვენ ელოდებოდით, მიხვდით? ის რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ყველა ვარიანტში ასრულდება. გინდა კარიერა, გინდა ფინანსები, გინდა ურთიერთობა. თუ იყავით მარტო, აი ეს გაყენული დედოფალი, ხო? შეიძლება თქვათ აქ ვიღაცა დაქრუვდა, ვიღაცა დაშორდა, ვიღაცა თქვათ ეხლა დაკარგა პარტნიორი. ნუ რა ვიცი, აი ეს ხმალების დედოფალი, ქალი, რომელიც მან გადაწყვეტილება აქვს მიღებული, აღარ მინდა მორჩა. აიგა, გამოდიხართ ისევ კოშკი. გამოდიხართ სტაგნაციაზე, გამოდიხართ იმ პერიოდიდან, სადაც არაფერი არ ხდებოდა თქვენთან. აი ეს მინდა კიდე დავაზუსტო, აი ეს რა არის. ხო, აი თქვენ ახლა სიტყვაზე რა მიდის? აი მიდის ის მომენტი, რომ თქვენ ხო, ანუ სხვათა შორის თუ ვინმე ოცნებობდით, აი ისე სიტუაცია, ნახეთ, შეიძლება თქვენ ოცნებობდით დაუშვათ სტაბილურ ურთიერთობაზე, სადაც თქვენ ფიქრობდით დაუშვათ ისეთი ადამიანი მინდა შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, ვისთანაც მე მეკნება სტაბილური ურთიერთობა. ოცნება დასრულდა, ანუ იმიტომ რომ უნდა რაღაცა მოხდეს, აი აქ შეიცვალოს, ხო? თუ თქვენ დაუშვათ ფიქრობდით თქვენს ადამიანზე, რომელიც იყო შორს, მაგრამ არანაირი მისგან ქმედება არ იყო, მასზე ფიქრს დაასრულებთ, იმიტომ რომ აქ შეიცვლება სიტუაცია, როგორ შეიცვლება, ნახოთ. ნუ всё ხო გეუბნებით რა, ეს რაღაც სასწაული გაშლა გვაქვს დღეს. აქ თქვენ მოერევით, აი აქ დასრულდება სიტუაცია, რაზეც თქვენ სულ ფიქრობდით, ერთი და იგივეზე ფიქრობდით და ფიქრობდით, აი რა დასრულება, აქ თუ გინდოდათ უკვე, ნახეთ, საბოლოოდ, ნუ ეს იმათთვის, ვინც თქვა საბოლოოდ ფიქრობდა, რომ მინდა უკვე ამოვაგდო გულიდან, გონებიდან ადამიანი, იმიტომ რომ ნუ დავრწმუნდი უკვე, რომ არაფერს არ აკეთებს, მორჩე, всё, დავსვი წერტილი, აი ეს ექნება უეჭველი, იმიტომ რომ აქ რა იცვლება კიდე სტაგნაციები მიდის რა, რომელიც დიდი ხანი
მარტივანი პაუზები, რომელიც იყო მიდის პერიოდი, თქვენ ახლა აქ პერიოდში, სადაც იცვლება ყველაფერი აბსოლუტურად თქვენ ცხოვრებაში და აი აქ შიშები, რო არაფერი იქნება, რო ვერ მოვერევე, რო ეს ძველი ვიღაცა და რაღაცა არა. всё, მიდის თქვენ უკვე რას შვებით ახლა მოდეთ აბა კარგი რამე გითხარით ახლა რა მოდის. აჰა, всё, ну ახლა კიდე მათ ჩვენ ნუ ვიღაცა ძალიან დიდი ტკივილი გქონდა თქვენ და შეიძლება ნახეთ ვიღაცასთან იყოს როგორი თემა კიდე ადამიანი რომელიც წავედ თქვენ მასთან გაარკვევთ ყველაფერს და იმიტომ შეიძლება დასვათ აქ წერტილს. ხო? და ამით თქვენ ვაფშე ყველანაირად გაარკვევთ რაღაცა სიტუაცია. ან გექნებათ ამ ადამიანთან კავშირი, ან იფიქრებთ, გოგოებო, იმათთვის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, უბრალოდ ქონდათ რაღაცა მომენტები, აი რაღაცა გულში ხო ხდება ხოლმე, რაღაცა რჩება რაღაც ესეთი სიტუაციები, რომ აი დავტოვო, არ დავტოვო, დავშორდე, არ დავშორდე და აქ შეიძლება სხვათა შორის აქ რატო იყოს ეგეთი თემა, რომ ზოგს ეშინია მარტოობის, გაიგეთ? ეშინია, რომ ვაი თუ მე დაუშვოთ ამას, რომ დავშორდები, არავინ არ შემოვიდა შემოვა ჩემთან და ისე მაინც ვთქვათ თუნდაც ახლა პაუზა მაგ და დასასრული პაუზა მაგ, მაგრამ ნუ არის სადღაც, მაინც სადღაც არის ეს. მაგრამ აი აქ თქვენ ახლა უკვე მიხვდებით რომ არა ეგ არის სისულელე, ვზივარ მარტო და ვფიქრობ რაღაცა სისულელეზე, რომ ნუ არა, არც მეშინია, არც მარტოობის, არაფერს არ მეშინია მე ნამდვილად არაფერს და ნამდვილად აი ეს თქვენი ნერვიულობა და ყველაფერი წავა, შეიძლება სამკუთხედი გქონდა თქვა ადამიანი პირდებოდა რაღაცებს, მაგრამ არა. ზოგი შეიძლება თქვა, ნუ ეს უკვე ნახეთ სპეციფიკური შეიძლება თქვა და კარგია თქვენი თქვა მეუღლე ან და კარგია თქვა პარტნიორი ხო? ნუ უკვე ფიზიკურად სიტყვაზე და თქვენ ახლა შეიძლება ტაბუ გქონდა დადებული რომ არა მე არავინ არ მინდა მე არავისთან არ ვიქნები ნამდვილად 100 წელი აი აქ თქვენ ამას მოხსნით ამ ტაბუს მოხსნით იმიტომ რომ თქვენ გააუშვებთ ამ ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან ეს არის აუცილებელი გოგოებო ცხოვრება ყოველთვის გრძელდება და ბიჭებოც იცოდეთ რომ თუ ასე მოხდა ნუ სამწუხაროა ძალიან მაგრამ აქ რაღაცა პერიოდი პრინციპში უკვე თქვენ გაიარეთ საკმაოდ დიდი აქ უკვე ამიტომ უკვე აძლევთ თქვენს თავს უფლებას, რომ ნამდვილად რამე თქვა კომუნიკაცია დაიწყოთ. ნუ დაასრულეთ თქვენ, ნუ აქ სუმაჩვენებენ ვიღაცა ყოფილზე, დაასრულეთ თქვენ ფიქრს რა, აი თუ უყურებდით მაგის თქვათ ახლა სოციქსელებს, ხო? თუ დაუშვათ უყურებდით არის თუ არა ქსელში. ვაი მე მომწერს არ მომწერს, რაღაც აი დასრულდება აქ ეს პერიოდი თქვენთან, დასრულდება. კი, აი ეს გაუგებარი სიტუაციები დასრულდება და მაინტერესებს რა შემოდის მაშინ ეს დასრულდება და რას შემოიღო. так, მოიცა აბა მოდეთ ამაზე ვნახო. так, ეს აქ დავიღო. მაინც ვიცი რომ ეს თქვენთვის ძალიან ისეთი თემაა. ეს დასრულდება ვნახოთ, აბა მაშინ რა შემოვა. ნუ კაი, ამ კვირაში დასრულდება. გავიგეთ ჩვენ რომ აქ ახლა იქნება პერიოდი რომ თქვა უკვე კიდე, მაგრამ აი სამაგივროდ რას უნდა ელოდოს ამ გოგომ საერთოდ აი ნუ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში აჩვენეთ. კიდე კოშკი, ვაიმე გავგიჟდები დღეს, აი ხო თქვენ თვალწინ რა მუშაობთ. პირველ რიგში ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და დაასრულოთ ის რაც თქვენთან უკვე არ მუშაობს, რაზეც თქვენ უკვე გაქვთ აი რაღაცა ნუ ისეთი სიტუაციები რომელიც უკვე თქვენ ნუ არ მუშაობს რა, მორჩა რა, ეს ჭუბები რაღაცები ეს უნდა დაასრულოთ, უნდა წერტილი დასვათ და მერე ხო ეს უნდა დაამთავროთ, გასაგებია ხო, აჰა, მერე აქ მერე შემოდის ახალი გაცნობა, ახალი სიყვარული და ასე შემდეგ. ეს დღევანდელი ეს პერიოდი სიტუაცია, მე ხო გეუბნებით ხოლმე რომ შეიძლება ყველაფერი რეზონირდება, შეიძლება. აი 1% იმ ადამიანებისთვის, ვინც დაუშვათ ახლა მაინც ელოდება თავის პარტნიორს, ხო? მაგრამ აქ აქცენტი გეუბნები 90% იქნება თუ მეტი არა იმათვის, ვინც უკვე უბრალოდ გულიდან ვერ იღებდა ამ ზანოზას რა, როგორ არის ქართულად.
რომ აი თქვათ კიდე ნერვებს მიშლის რაღაცა სიტუაცია, არ ვიცი ახლა დავასრულო, არ დავასრულო, ასე, მაინც შეიძლება რომ რაღაცა არ აი ასეთი ადამიანებისთვის აქ იქნება ესე რა ქვია, უფრო ვინც ახლა კიდე არის იმ მომენტში, რომ თქვათ თუ ადამიანი თვითონ მოერევა თავის თავს, თქვენი ყოფილი პარტნიორი დაუშვ, მაგრამ აღარ ელოდებით რა ვქნა, ახლა ეს უფრო იმათვის იქნება გაშლა რა. მაგ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა მოხდეს, მაგრამ აქ უფრო ახალი. თუ ვინმეს ახალი არ გინდათ, იცოდეთ რომ აი ესეთი სიტუაცია, მაშინ ეს იგი თქვენი პროსტო უბრალოდ ეს არ იყო. მაგრამ ის რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება, შეიძლება იმ თქვენს პარტნიორზეც ახლა თუ უყურებ პარტნიორს, ახლა მოდეთ ლოგიკა ჩავართოთ რა. როცა მე ყველანაირად კარგად ვარ ურთიერთობაში, ხო? როცა ყველანაირად ყველაფერი მაგ ძალიან კარგად ურთიერთობაში. კი, მაინტერესებს როგორ განვითარდება ჩვენი სიტუაცია. დაუშვათ სამომავლოდ, რომ უფრო კარგი მინდა რომ იყოს. დაუშვათ ისე რა, პროსტა მიყვარს და ვუყურებ. კი ბატონო, მაგრამ უმრავლესობა რა თქმა უნდა უყურებს იმ ადამიანებს, ვისაც რამე თქვათ სიტუაციები გაქვთ ცოტა ისე რა და ეხლა გაშლაზეც რომ მოდიან პირადშიც ყოველთვის ასეთი სიტუაცია გვაქვს, რომ შეიძლება კარგი ურთიერთობაც არის, მაგრამ არის რაღაცა ხარვეზები და მაინტერესებს თქვათ როგორ გაუმკლავდე ამ სიტუაციას, ხო? მაგრამ დღეს ჩვენ უფრო არ მინდა ეხლა ეს ყურებით მოთრეული სიტუაცია იყოს, აქ არის სიტუაცია იმ ადამიანისთვის, ვინც ნამდვილად აი აქ საერთოდ ცვლის თავის ცხოვრებას. მიხვდით? და ამიტომ არის რომ აქ ძალიან დიდი ისეთი მოთხოვნა რას გაგზავნილი სამყაროში და ამიტომ სამყარო ცვლის ყველანაირად თქვენს ცხოვრებას, ცვლის. აქ გამოდიხარ თქვენ სხვა ეტაპზე, გამიგეთ, სხვა ეტაპზე გამოდიხართ რა. აქ შეიძლება ზოგმა даже საცხოვრებელი ადგილიც შეცვალა და უფრო უკეთესი შეიძლება შეიძინა რამე და ასე შემდეგ რა. აი აქ ცვლილებები იქნება უდიდესი ჩემო ლამაზებო. მე როგორც ყოველთვის გელოდებით კომენტარებში მომწერეთ რომ ნამდვილად როგორ რეზონირდათ. მიყვარხართ ძალიან და გისურვებთ როგორც ყოველთვის ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.